ბავშვობაში არაფერი არ მომიფარა. როგორ არა, მომიფარავს და ერთ ასეთ კურდობას კარგი შედეგიც მოყვა. მახსოვს თხილი მოვიპარე კოლმურნოვის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რაც დამიჭერდა მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა. გავიქეცი საღამოს კანტორაზე დამიბარეს თავმჯდომარემ და მითხრა თხილს რატო იპარავდი, მეველეც იქ იყო. სასტიკი ვარი უთხარი, რომ არ მომიპარავს მეთქი და მეველე განსაკუთრებული მეყურავდა. და მე ვუთხარი ეს მოხუცია ალბათ და ეჩუ მოეჩვენა ვიყავი მეთქი და გამომიშეს და გზაში დამეწია მეველე და მითხრა რომ შვილო ნოდარო ადამიანს აქვს შუბლის ძარღვიო. ის რომ გაუწყდებაო, მერეო იოლია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ დაიწყებ თავიდანო, ნუ გაიოლებ ცხოვრებასო. ხო ესა და ეს როგორც ერთ-ერთი მცნება სახარების ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ რომ ის ნამუსის ძარღვი, შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს. სადა ხარ ბაბუ? როგორ მომენატრე შემამა ძაღლო შენ? არ უნდა გამეშვა ის ბავშვი. მაგრამ იმ ქალის საცოდეებას ვეღარ გაუძე. ერთი გვირის თავზე ავდგები და ჩავაკითხავ. ზეგწავალ აუცილებლად. არა. ზეგამდე დასვენ მოვიცვლი. ხوار. დილაუთენი ავდგები და ჩავაკითხავ ჩემ შვილს. ხა. ასე იქნება. მოვდივარ ბაბუა. მოვდივარ. ბაბუა. მომეყურა თუ? ბაბუა. ბაბუ. ბაბუ. დაილოცოს მე თოშენი სალავთალი მოდი ჩემო ბაბულია. მოდი ჩემო სიწყლო და ყორწო როგორ მომენატრე. ჩემო სიწყლო და ყორწო ჩემო ბაბულია. რა გამოიქეცი ხო ბებიაშეს? მოგენატრა ხო შენი ბაბულია? ჩემდაგიდა ბაბუ, ჩემდაგიდა როგორ გამაყარე ჩემო მამალო. მოდი ბაბუ. მოდი ჰაგდაჯეკი ხვალ ვაპირებდი ბაბუ შენთან წამოსვლას როგორ გამაყარე. მოდი დაჯეკი გამოიქეცი ხომ შენ ბებიაშეთ გამოიქეცი. მოგენატრა ხომ შენი ბაბულია? როგორ გამაყარე ბაბუ როგორ გამაყარე. მოშიებული ხებია ხა შენ? არ შეია ბაბუა. აქშია ხო? მაშინ მე ნაციანი კვერი გამოაცხადდა ისადილო. მეტებატონი ნოდარდუმბაზე ჩამოვდიოდი თასე, მისი მამი და შვილი კიდე თამაზი, ლაშის ღელებში სათევზაოდ. ვიდიოდი თოხი და ბარი და ღელებს ვურავდით და გაჩვენებთ ადგილსაც, სადაც თევზაობდით. იქ ჩანჩქერია და ძალიან უყვარდა ჩასვლა ჩანჩქერზე. აკვანი იაკოვსკიძე საბანავო ადგილი. ნოდარის ბავშვობიდან მოდის, მაგი არა, ალბათ ბაბუაჩემის ბავშვობიდან ეს აკვანია. საცივი ვავს კიდე გოგირდნარების წყალი, გამთელობის კარგია, აქ უყვარდა მოსვლა, გაჩვენებთ ახლა ამასაც გამოგზავნით. პატარა ასაკშივე მესამე კლასში ვიქნებოდი, ნოდარი რო ჩამოვიდა ჩვენთან. მართლა ძალიან სამბეჭდავი იყო, ნოდარისთან ერთად ყოფნოდა, გასახარებელი ამბავი იყო, მასთან მოვიდოდა ჩვენთან სწულად. პიროვნულად ძალიან საყვარელი, შეგიტყუებდა რაღაცეებში გვემასწრებოდა. ძალიან მოსიყვარული კაცი იყო და ეს სიყვარული იფქვეოდა მის გარშემო და ყველანი როგორც ღმერთს ისე ვღებულობდი ჩვენ ნოდარ-დუმბაზეს. ადრე ვხედავდი სულ წარწერას, როგორც აბრა თეთრი ასოებით დაწერილი იყო და ცდ რუსული მამამთავრული ასოებით. ნოდარის დაწერილი იყო. იმან მითხრა რომ ეს არის ცენტრალური სახლი, უსახურების ცენტრალური სახლი. ესე იგი იმთავითვე კრიტიკულად უყურებდა თავის ცხოვრებას და
ყველაფერს ამ სოფელში და საერთოდ ქვეყნიერებაზე ხდებოდა. აქ მინდორი იყო ჭალა, სოფლის ხალხის თავსიღრი და ახალგაზრდობა, ნოდარის სტოლები, თანაკლასელები, იმენ ჭიდაობდნენ და იგი ეკუთვნოდა კოწია პოსტალიონს. აქ შეღობილის ხონია ადრე კოწიას და საზამთროებს ესავდა თურმე და მამაჩემი და ნოდარი პარავდნენ ხელეში ჩადიოდნენ, რომ კოწიას არ დაენახა და იქ ხელეში მიირთმევდნენ საზამთროს კოწიას ნაშრომს. რეალურად არსებობდა ნოდარის მეხვედამზიდან იქ პოსტალიონი ყავს გამოყვანილი კოწია კოლმეურნეობის კრებაზე ნასვამროშადის ომი მე დავიწყევ რომ ამბობს აი საგახლად რეალური პიროვნება აი ნოდარი სადაც ბავშვობა გაატარა სადაც მისი ბაბუას სახლი არის იმის უკან აი კოწია პოსტალიონის სახლი იყო გამარჯობა ხალხო თქვენი. რა ზამუნჯებულ ხართ? ამოიღეთ ხმა. ვერ მისწორებთ თვალებს ხომ? ყველას ჩემი დანახვის გეშინიათ არა? ხო? კოწია ვარ მე პოსტალიონი. ქიშვარდია მომეცი ერთი სიტყვა ერთი სიტყვა მათქმევია თქვენ უღმერთოებო გადამიტყვი ვინ დაიწყო ომი არა ჰიტლერს არ დაუწყია ომი მე დავიწყე მეზობლებო მე ლუკაია ფოცხიშვილო ვინ პირზე მიწადა საყრელმა კითხა პირველად დაიღუპა შენი ბიჭიო და ვინ შემოიტანა შენს ოჯახში სიკვდილის ქაღალდი რა თქმა მე თქვენი ცრებლების ყურებ რა თქმა მე სიპიტოს მხრალი არა რა თქმა მე ასეთი ცხოვრება თუ მეზობელ ჩემი დანახვის ეშინია არ მინდა მე პოსტალიონობა გეკურება თქვენ არ მინდა პოსტალიონობა ქიშვარდია ჩემი ალმასხანა ომში არ გეწოდებით ხალხო ღმერთო შენ მაინც არ გეწოდები ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ დაურიგი ამ ხალხს აგიცნობები შენ ღმერთი ხარ და ყველაფერს გაუძლებ მე კაცი ვარ მეტი აღარ შემიძლია შენი გაჩენილი თუ ეს ქვეყანა ღმერთო შენ თვითონ მოუარე მე რას მაქრევინებ ამ ხელად წოდვას ღმერთო რა ზამუნჯებულ ხარ ამოიღე ხმა ჩვენშვილობა გამარჯობა ამირა შავდევო ჩანჩქერს ხმა ახლავს ხმაურიანი არის და ისე გიხარია ესე აი რო ჩამოვსულ ვარ ბავშვები ერთმანეთს არ აგონებს და ხელაზე გადის ხმა რომ ბავშვებს ერთმანეთს ვერ აგონებს და ზემოთ ხმა გიამოდის ზემოთ გესმის ამ ბავშვების ხიარულობა და სიცოცხლეა რა სოფლის სიცოცხლეა ღელეცსაც სიცოცხლე უნდა ღელეც სიცოცხლეც არის ეს ყველაფერი აქ ჩამოვდიოდი ჩანჩქერის გარეშე ჩამოსვლა არ იქნებოდა რო არ გვენახა და პლუს მაგას შემდეგ თევზაობა სოხი და ბარი ოღონ ერთი წენა ის ხონდა რომ დიდ თევზებს თვითონ იბრალებდა პატარა თევზებს მემაბრალებდა ხოჯაი ეს დაჭერილია მაგიო თორა სიამა იყო რა თქმა უნდა მაშინაც ვერ გავეცნობიერი ალბათ რომ ამ ხელა ბუმბერას ადამიანთან გვერდით ვიდექი
მაგრამ ნოდარი იყო ისეთი უშუალო თავისუფალი კაცი, ვერ იგრძნობდი იმ კაცის გვერდით თუ აი ამ ხელა რა ვიცი აი სიკეთის სავსე ადამიანს და სიყვარულის სავსე რა ვიცი გურია მე დამანახა გურიაში გაზრდილ კაცს თუ როგორი იყო გურულები ამას საერთოდ არ უყურებდი ნოდარ დუმბაძეს როგორც ჩოლო პიროვნებას როცა ნოდარ დუმბაძეზე საუბარს ვიწყებთ ყოველთვის მე კი არა ყველა მის მასზე საუბარს დიდი დატვირთული ემოციებით შემოიფარგლება ხოლმე იმიტომ რომ ამოუწურავია ამ კაცის იუმორი მისი ჩამოსვლა სოფელში ზაფხულობით იყო სოფლისათვის რაღაცა უზარმაზარი ზეიმი მათთან შეხვედრა იყო ძალიან თბილი ყველას უნდოდა რომ ნოდარი მის სახლში მიეწვია მასთან ერთად ერთი ჭიქაღვინო დაელია თუნდაც ემღერა ის რო ჩამოდიოდა ახალი დატვირთვით ჩამოდიოდა ახალი იუმორი ჩამოდიოდა თუ ხიდის თავში რაღაცა ახალი იუმორი იყო და გაჩნდებოდა ეს ნოდარადან იყო წამოსული და იცოდე ნოდარამ თქვა ესაო და იმას იბიურებდა ხალხი ყველაზე დიდი დარტყმა აი თავისუფლად შემიძლია თქვა რომ აი თვითმფრინავის ბიჭების დაუკვამდა იმ მდგომარეობამ ატკინა ნოდარს გული აქ თავისუფლად შემიძლია თქვა რომ ეს იყო ცხოვრებაში ყველაზე მეტი დიდი ტრაგედია რაც ნოდარს ცხოვრებაში შეხვდა რომ ვერ დაამარცხა სიკვდილი ამაზე თურმე ხშირად საუბრობდა და თუ ამაზე საუბარს დაიწყებდა არ არსებობდა რომ მათ ცხრებლები არ წამოწვენოდა რომ ნანობდა მას მის ცხოვრებაში. აი ხლა ამჟამად ესეც დასამალი არა მე უსინათლო კაცი ვარ და აი დღესაც გამოვდივარ სცენაზე. მადლობელი ვარ ჩემი კულტურის ცენტრის დირექციისას რომ ისინი ყველანაირად მიწყობენ ხელს რომ მე მაინც მოვხდე სცენაზე. მე მაჩუქეს სიცოცხლე. Hey ამოდი ძმობილო შეხედემზეს რახლო აკეთოლების კალთები ირმების საბალახო გუბაზე ულო მითხარი შენი სათავეს სადარი მეფე გუბაზის რაშივით რომ გაგიშლია ფაფარი ნანინეო ნანინა აბადელოდელო ნანინა მეფე გუბაზის რაშივით რომ გაგიშლია ფაფარი ნანინეო ნანინა აბადელოდელო ნანინა სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია და წიფნაგვარელი ნათელა წიფნაგვარელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხევ და გალია. კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი დაწერილი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია. ცოდო ამის ასე დაკარგვა. დაშენეს ლექსი არავისთვის გიჩვენებია? რას ამბობ ნოდარ ბატონო? ჩემზე დაწერილი ლექს ხვალს როგორ წავაკითხებდი? არ შვილებს? არ შვილებს და არც არავის სულიას ქვეყანასეთ. კარგი ხარი ხარ ნათელა შენ. ეხლა კი გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. სულ ყველაფერი გამახსენდა. ის თუ გახსოვს ნათელა ლექსებს რო გიკითხავდი სვინის ძირში და რო ჩაგვეძინა მე უცებ ორივეს. ბიჭო ნოდარა ძინავს მაგათ შემში და ნუ გაახვიცებ. მე ვარ ვასილ ბობუტეიშვილი, ჯოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობი. ეხლა ჩვენ წარმოგიდგინეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ნუ გააღვიძებს ნაწყვეტი ნათელას და ნოდარის სცენა. მე ბევრად გილას მითამაშია ეს ნაწყვეტი, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ეზოში დღეს პირველად ხვებულობ მონაწილეობას. სხვა განცი და სხვა განწყობით ვასრულებ ამ როლებს, იმიტომ რომ თვითონ იმდენად კეთილი და საყვარელი კაცი იყო, რომ არ შეიძლება სხვანაირად მოგივიდეს, ამიტომ ვცდილობ, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო ნოდარის შემოქმედებიდან და ნოდარის დაწერილი წიგნებიდან ისეთი როლები, რომელიც
საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც. ასე რომ დღეს კიდევ ერთხელ გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ ამ დღით. დიდი მადლობა თქვენ. კაცობრიობის სიყვარული ძალიან დიდი ქონდა. თანასწორობაში ილიკო და ილარიონი რა არის რა თანასწორობაში უნდა ესხურა ყველას თანასწორო ეს იყო მისი ტვირთი იყო თითქოს რომ თანასწორები არ იყვნენ ადამიანები და სხვადასხვა იმაში აყენებდნენ ერთმანეთს ადამიანები ძალიან ცუდად ეპყრობიან და იცისებენ ისეთ რაღაცებს რაც არ ეკუთვნის მას და ერთს რო აქვს მეორეს რო არ აქვს ეს არის დიდი უზარმაზარი ტრამვა და ეს ამ ტრამვას ნამდვილად განიცდიდა ის ნამდვილად იმიტომ რომ ბებიალიკო და ილარიონს თუ წაიგითხავ და ამხელა ესა იმორდა როგორ ცდილობს თანაბრად იყოს ყველანი ეს ჩემი სახლი ბაბუას აშენებულია ცოტა კოსმეტიკა გვაქვს გაკეთებული თორემ ბაბუას აშენებული გახლავთ აკეთ კიდე ბატონი ნოდარის სახლი გახლავთ უკან კიდე მისი ერთ-ერთი გმირის მეუხედამზიდან ყოწი აპოსტალიონის სახლი გახლავთ მეოთხე სახლი კიდე ბიძამისის ბატონი მამია დუმბაძის სახლი საოცარი პიროვნების მამა და ნოდარი დამჯდარა ერთხელ და მამასვეს უთქვამს ნოდარის რომ დიმიტრი ამ წუთასო ხელს მოუწევრო სიკვდილსო 60 წელი გაბრძოლო და მამა ჩემს უთქვამს ამადარი ცოტა არისო 60 წელი 70 მაინც ვიცოცხლოთო და თქვენ წარმოიდგინეთ მამა 55 წელი იცოცხლა ნოდარი კიდე 1 წლის შემდეგ 56 ნოდარი გარდაეცვალა იმის თქმა მინდა და როგორ უნდა სიცოცხლე ვის არ უნდა ნოდარის მაინც და ალბათ მამასაც და ყველას კაცო მაგრამ რა ვიცი ბუნებამ რა ვიცი ისე მოიტანა რომ ძალიან დიდ პატივს ემდა მამიდა შემს გარდაცვლილი მამიდა მყავს ორი მამიდა მყავდა ერთი ახლახან გარდაიცვალა წლების უკან ერთი კიდე მამას დედა ადრე გარდაეცვალა და აი მამიდამ გაზარდა მარგალიტა მასხენებს ხავს ნოდარის ნაწარმოებში ბაბუა რო გვწება მარგალიტა ერქვა მარგალიტა გადმოიო ბაბუა გარდაეცვალაო და ჩემი ცხადიეო და გვწებოდა მამიდა ჩემი სისხლის შემცხადიებლების მეტი რაღაცა მაგას სახშიო მე რო არ გადავსულიყავიო და რაღაცაო და მე დაბრმავდა მამიდა ჩემი დიაბეტი დაემართა და მახსოვს გადმოვიდოდა ნოდარი და ბალკონში ხელით ატარებდა მარალი და არ დაწვე იცოდებოდა მე დღეს თუ ვარ ცოცხალიო მოძრაობით ვარ ცოცხალიო და მე თამაზი მითხრა ნოდარის მამიდაშვილმა რომ მამიდა შენზეს უნდაო რაღაც დაეწერაო მაგასო ნაწარმოები იმიტომ რომ მართლაც განსაკუთრებული ქალბატონი იყო მამიდა ჩემი მარგალიტა ბაბუას ურთიერთობა ცოტა კომიკურია იმ კუთხით რომ 5 წელი არ ელაპარაკებოდა და არც ილიკო და არც ბაბუა ჩემი ნოდარ დუმბაძეს ამ ნაწარმოების გადამკიდე მე ბებიალიკო და ილარიონის გადამკიდე 5 წლის შემდეგ მოხდა როგორც იქნა შერიგება და ბაბუა ჩემი პოეტობდა რაღაც ლექსებს წერდა სხვადასხვა რო შეურიგდა 5 წლის შემდეგ შეურიგდა ბაბუა ჩემი და ლექსი უზუნა ნოდარის თავდებოდა ასე დიდი ლექსი იყო იმდენად ჩამოგიტან ვერ წაიღებს რიონი ახლა გემშვიდობება შენი ილარიონიო მახსოვს შერიგებაზე თან სიგარეტები აჩუქა ბაბუა ჩემს ფილტრიანი სიგარეტები ბაბუა ჩემი ფილტრიანს არ ეწეოდა საერთოდ პრიმას ეწეოდა და ყველას დააწყვიტა ეს ფილტრები და ისე მუზიკში ეწეოდა და აქ ჰქონდა ეზოში დიდი ცაცხვესხე ბაბუა სულ ცაცხვეს ქვეშ ლეჟანკაზე უყარდა წამოწოლა და ჩაძინებულზე სულ იცახოდა სახსრები აწოხებდა ცოტა ალბათ ვაიდედას და წამოძახება და ნოდარი კიდე დიდი კოინდარი ჰქონდა ეზოში მას და კოინდარზე იწვას ხშირად რა ეზოში როგორც გამოვიდოდა და გამოძახებდა იქნა ილარიონ დუმბაძე რო ის მოხვალ ჭკუაზეო და ბაბუა ჩემი აქედან ნოდარი არ მომიყვანო მაქანეო გაზახებდა აქედან ბაბუა ჩემი მაინ ალბათ და ხშირად მე მახსოვს ერთი ასეთი რაღაცა იყო სოფელი არ ვცევთ პატივსო ხალხო ესე გაუბრაზდა ვიღაცას ბაბუა ჩემის თქვენ არ ვცევთ პატივსო რა ნოდარია ჩემი თავი სოფლიოს გააცნო ბაბუა ჩემს უთქვამს და სცენაზე წაიყვანენ ძალით ირიკო და ბაბუა ჩემიც ჩავადავრონა დადგა პირველად თუ არ ვცდები თუ მეორედ არა აქვს მაგას მნიშვნელობა მე ბებიალიკო და ილარიონი და შუა სცენაზე შუა სპექტაკლის დროს ამომხდარა ბაბუა ჩემი ფეხზე თურმე და მსახიობებს უყვირეს მაი ამბავი არ იყო მასე თუ ვეროყოფი დახლავო და იყო ესეთი რაღაცები რა საოცარია აი რა კარგად ათქმევინაო
როცა ოლღაბები აკვდება, ოლღაბებიას შვილო ორ მოხუც რო უყურებო შენო იმ ხელა სიკეთე გაიგეთეს ამ ქვეყანაზეო არ დაპირდე გადაიხთიო რომ ზდაპირდე ვერ გადაუხთი და არ ზდაპირდე რომ გადაგიხთიო ასეთი იყო უნდა არის საოცარი ადამიანი ალბათ ამას დღეები უნდა და ცოტა რა ვიცი ფიქრი კი არა გული უნდა ეცე და როგორი გულის მას ჰქონდა მე ყველა ქართველს ვუსურებ ამ ქვეყანაზე იმ გულით იცხოვროს და დარწმუნებული ვარ რომ მეტად ბედნიერი ერი ვიქნები განა მარტო ერი იქნები ბედნიერი თუნდარისეულ სიყვარულს კი ხალხი ისწავლეს დედამიწა იქნება პლანეტა ჩვენი ბედნიერი ყველგან სიყვარული იქნება ყველგან ხელის გადახვევა იქნება და ალბათ მე ასე ვფიქრობ იცით იქნება აზია სამშობლო თუ მაღლარია საჩხერა პრობლემა უნდა დაკრიფო თუ დაბლარი არისო მუხლებზე და ჩოქით მო ვორცავა კი საოს რაც გავს სამშობლო კი ესე ლოცვა კი ესე არაფერს არ უხდება როგორც სამშობლოს ეს იყო კაცი რომელსაც მის სამშობლო მისი ხალხი უზომოდ იყო შეყვარებული და ძალიან მიყვარს მისი კეთინოს ნათქვამი მამა გავიდოდა ერთი ქუჯაშიო ერთი მამა მიდიოდა რამდენიმე წუთის შემდეგ მის გარშემო 20-30 კაცი იყრიდა თავსო და ყველანი ხარხარებდნენო ყველას ჩუქნიდა მის წილ სიცოცხლეს მის წილ სიყვარულს მის წილ სიხარულს ამ ქვეყანაზე რა ვიცი აბა ბაბა კაცი ხარ ახლა შენ უკვე კაცი ხო და რასაც გეტყვი ყველაფერი კარგად აიმახსოვრე ეზოში შემთხვევით ქვას თუ წამოკრა ფეხს გეტკინება ხო? კი ბაბუა გეტკინება აიღე ის ქვა ოღონ არ გადააგდო ფრთხილად დადევი ბაბუა იცოდე ის ქვა ბაბუა შენია უფრო მთავარი ბაბუა ეს კარგად აიმახსოვრე ღადარი ბაბუ ღადარი არ გააციო იცოდე თუ ვინმე მჭიშკართან მასპინძელო დაიძახა გადი ბაბუა კარეთ და სარში შემოიპატიჟე ის კაცი ჰა ერთი დოკიღვინო ერთი ნატეხი ჭადი გამეიტანე ბაბუ და ერთი ჭიქით იმ კაცს შენი ოჯახის ჭერია სახლი და ჭერი დაალოცვინე მე ერთი პრიმანჭული შევოკარი შენებურად შენ რომ იცე და ისე გაუშვის კაცი ახლა კიდევ უფრო მთავარი ბაბუა აბა მითხარი ახლა რა მოგიყვანა შენ დღეს ჩემთან თუ იცი ეს მე გეტყვი აბა წამახენე ცოტაზე მიხარე აი ესე სისხლმა ბაბუ სისხლმა მოგიყვანა ბაბუა შენ ჩემთან სასწაულია ბაბუა სისხლი სისხლის ძახილი ბაბუ სისხლის ხივი აი რა მოგიყვანა შენ ჩემთან დღეს ავიდე ბაბუა მიანია დავწერდა დავიძინო და ხვალ ლავარებო აი რა მომიდე და ავიდე ახლა და სიკვდილით ეშინია იმათ ვინც არ იცის რა არის სიყვარული რა არის ბედნიერება აი ამიტომ მე ყველას ვეტყვი, ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი. იცხოვრებთ ამ ქვეყანაზე სიყვარული. ურთიერთ პატივისცემი და სიყვარულით იცხოვრებ და ბედნიერად წახვალ ამ ქვეყნიდან. და დარჩება ის ავტორიტეტი, რომელიც შენ გაქვს, უნდა დატოვო და ჩვენმა თავობამ და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა თქვა ჩვენზე ჩვენ ვინ ვიყავით. ჩვენ არ გვაქვს იმის რომ მე ასე ვარ და ასე ვილაპარაკო და ტედი ვარ. ხალხმა უნდა თქვას ვინ ახარ შენ ხალხმა გააღმერთა ნოდარი ხალხმა აღიარა ის დიდ პიროვნებად და ამიტომ ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი